ეს ტყუილია. Უფიქრობ ის სიტყვები, რასაც ამბობენ ბოროტებაა. ისინი მტკივნეულია. ისინი ზიანს აპენებს ჩარლი კირკის მემკვიდრეობას, იმას, ვინც ის იყო როგორც ადამიანი და იმას, რისთვისაც ის იდგა. და ვგმობ ყველას, ვინც აქ ტყუილებს ავრცელებს. როცა გვაქვს უთხუარი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში წინასწარ მოსმენაზე გამოვლინდა. ჩვენ დამოვაბლენთ ჩარლი კირკის ნამდვილ მკვლელს. დროა. უკვე თვედია მუშაობთ ხმა და დეტალურ გამოძიებაზე. ეს ის არ არის, ვინც დღეს გონიათ. ჩვენ ვისაუბრებთ, ვინ იდგა სინამდვილეში ჩარლი კირკის მკვლელობის უკან. კანდეის ოუენსი. ეს ბენ შაპიოს შოუა. ინტერნეტი კანდეის ოუენს უპირისპირდება და მე პირადად ვთქმები ამით ყოველი წამით, რადგან ვიცით, რომ ეს საზიზღარი პოდკასტერი სამყარო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩარლი კირკის სიკვდილი არა მხოლოდ ფულის საკეთებლად გამოეყენებინა, არამედ მისი ოჯახის დასანგრევადაც. და ზოგადად რაც შეიძლება მეტ ქაოსს ქმნის, როცა აშკარად ტყუის. თუ ამ არქს თავიდანვე აძებნებით თვალს, იცით, რომ ამ ამბავს დეტალურად ვაშუქებთ. და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც კენდაის ნამდვილი სახე აჩვენა, მაგრამ სხვები ასე არ იყვნენ. მათ დრო სჭირდებოდათ, დარწმუნებულები არ იყვნენ და ეშინოდათ, რომ კენდაისი თავის ფსიქომიმდევრებთან ერთად მიადგებოდა. ამიტომ ბევრს არაფერს ამბობდნენ, მაგრამ ახლა უკვე მორჩა. ხალხს უკვე ელში ამოუვიდა განსაკუთრებით თაილერ რობინსონის წინასწარი საქმის მიმდინარეობისას, როცა ის უბრალოდ ავრცელებს ამ აბსოლუტურ სისულელეს და ანადგურებს ერიკა კირკს და ამის ყურება უბრალოდ მტკივნეულია. ხავს ისეთი ადამიანები, როგორიცაა ბენ შაპირო, რომელმაც ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მონოლოგი შექმნა და კენდაის ოუენსი გაანადგურა. ხავს ბრენდონ თეიტუმი, რომელიც მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და გამოვიდა და თქვა, კი მეგობრებო, ვეღარ ვუჭერ ამას მხარს. გაქვთ მტკიცებულებები და დასტური ჩარლი კირკისგან, რომ ის არ ცდილობდა კენდაისის მართვას და სინამდვილეში მისი მეგობარი არ იყო. და ყავთ ადამიანები, რომლებიც კენდაის წარსულიდან იცნობენ და გამოდიან ისტორიებით მის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ. ვგულისხმობ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Push Back Today-ის ეპიზოდში. ეს ეპიზოდი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ველოდით, როდის მოხდებოდა ეს და ინტერნეტი ბოლოს და ბოლოს შეწყვეტდა ამ შეშლილი მატუარას მხარდაჭერას, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში მხოლოდ განადგურება მოიტანა. ასე რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Pushback-ში. მე მქვია მეირა კეი, თქვენი წამყვანი ვარ. არ დაგავითხრდეთ გამოწერა და ეს არის ბრენდონ ტეიტუმი. კიდევ ერთხელ მათთვის, ვინც არ იცით, ის კენდაისის კარგი მეგობარია. მოდით მოვისმინოთ, რას ამბობს ის პირს მორგანის შოუში. და კიდევ ერთხელ იგივე კითხვას დაგისვამ. თან დაგმობთ თუ არა კენდაის ოუენს იმის გამო, რასაც ის აკეთებს. დიახ, ვფიქრობ ეს მარტივი დასაგმობია. ვგმობ ყველაფერს, რასაც კენდაისი ამბობს და რაც არასწორია. იცით, მე პირადად ვიცნობ მას და მე და ის მალე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება, რადგან ვფიქრობ, რომ მისთვის სასარგებლო იქნება, თუ გაეცნობა სიმართლეს, როგორ მუშაობს ეს პროცესები, როგორ ტარდება გამოძიებები, როგორ მუშაობს დნმ-ის მტკიცებულებები. და როგორც ადამიანი, ვინც მას პირადად იცნობს, ვფიქრობ, ჩემთვის და სხვებისთვის, ვინც მას იცნობს, ძალიან მნიშვნელოვანია მასთან საუბარი. იცით, არ ვფიქრობ, რომ სასარგებლოა ყოველდღე სოციალურ მედიაში მისი სახელის კვირილი. ერიკა ამას არ აკეთებს. Turning Point-იც არ აკეთებს ამას. ჩარლი არასდროს აკეთებდა ამას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში არ ეთანხმებოდა კენდას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სრულად ვებრძოლოთ იმას, რაც ითქმის. ეს არის ტყუილები. ვფიქრობ, ის რაც ითქმის ბოროტებაა. ეს მტკივნეულია. ისინი კონტრაპროდუქტიულია ჩარლი კირკის მემკვიდრეობისთვის, იმისთვის, ვინც ის იყო როგორც ადამიანი და რისთვისაც ის იდგა. და ვგმობ ყველას, ვინც აქ ტყუილებს ავრცელებს, მაშინ როცა გვაქვს უთხუარი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში წინასწარ მოსმენაზე გამოაშკარავდა. თუ საქმე სასამართლომდე მივა, კიდევ უფრო უარესი იქნება, კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება იქნება, მეტი მოწმე იქნება. და ასე რომ ეს და ბატონი, რომელიც მოლი ჩემს გვერდით ზის, არ ვიცი აუდიტორია ამას ისე ხედავს, როგორც მე ვხედავ. მაგრამ რა სულელია, რომ დაჯდე და იამაყო და ისარგებლო შესაძლებლობით, რომ თქვა, აი მიხარია, რომ მაგა ერთმანეთს ებრძვის. ჩარლის ხარჯზე, რომელიც მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობდა, ის კარგი ადამიანი იყო, კარგი მამა იყო, პირადად ვიცნობდი და სამწუხაროა, რომ აქ ვერ ვსკედვართ და უბრალოდ სიძულვილს ვერ ვგმობთ. უნდა მიუთითოთ, რომ ეს მაგა, ეს არაა მაგა, ეს სისულელეა. ეს კარგი შენიშვნაა, ეს ბრენდონ თეიტუმის კარგი შენიშვნაა. კენდისმა მოახერხა, რომ ეს ყველაფერი შინაურ დაპირისპირებად ექცია, იმის ნაცვლად, რომ გვახსოვდეს, რა სურდა ჩარლის ყველაზე მეტად, ადამიანების გაერთიანება. ეხლა როცა ჩარლიზე და კენდისზე ვსაუბრობთ, ერთი დიდი უზარმაზარი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც კენდისი თავიდანვე ამტკიცებდა, იყო ის, რომ ის ჩარლის ნამდვილი მეგობარი იყო. გაითვალისწინეთ, რომ ის ჩარლისა და ერიკას ქორწილში არ იყო დაპატიჟებული, რაც უცნაურია, და ის არ იყო დაპატიჟებული დიდ ცერემონიაზეც, რომელიც ჩარლის გარდაცვალების შემდეგ ჩატარდა მის საპატიმცემულოდ. ეს ყველაფერი სიმართლე არ არის. სინამდვილეში ის მეგობარი არ იყო. და როგორც ჩანს, წლების განმავლობაში მათი მეგობრობა ნელ-ნელა ქრება, მაგრამ ის პოსტავს, არა, ჩვენ ნამდვილად უახლოესი მეგობრები ვიყავით. მე ვარ ჩარლის ნამდვილი დამცველი. და ახლა ენდრიუ კოლვეტი გამოჩნდა. აი ასეთი პოსტები აქვს მას. კიდევ ერთი ბრძოლა ჩარლი, მე ვიბრძოლებ, ამ დემონების არ მეშინია, ჩვენ გავიმარჯვებთ. მაგრამ ახლა ენდრიუ კულვეტი, რომელიც Turning Point USA-შია ჩართული, ამბობს ისეთ რაღაცებს, როგორიცაა, კენდას, შენ და ჩარლი მეგობრები არიყავით. ის გმართავდა, ყველაფერს მსუბუქად და თავაზიანად აწყობდა, რომ ორგანიზაციას არ გადმოსდგომოდი.
მათ ჩვენეთ ნამდვილი მეგობრობის მტკიცებულება მისი ცხოვრების ბოლო 18 თვიდან, ბოლო 12 თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამას ვერ გააკეთებს, მაგრამ ენდრიუ არ იკავებს თავს და რეალურად ამ ხელს მტკიცებულებებს და აი ეს არის ჩემო მეგობრებო მთელი თავისი დიდებით. ბენ შაპიროს ნათქვამი დადასტურდა. დიახ, კარგი საქმეა. გსურს ეხლა გამოვიტანოთ გრაფიკა თუ მოგვიანებით. მოიცადეთ კენდასთან არსებული ვითარება უნდა გავარკვიო. ანუ ჩარლი აქ აღიარებს, რომ უბრალოდ უნდა გაარკვიოს, როგორ გაუმკლავდეს მთლიანად კენდას ოუენსის საკითხს, რადგან როგორც ახლა ვხედავთ, ეს საკმაოდ ნათელია. ძალიან სერიოზულია თუ კენდას გადაიკიდებ, რადგან ის ბრაზობს და შენზე დაიწყებს შეტევას და გიჟურ თუილებს გამოიგონებს. და ალბათ ყველა, ვინც წლების განმავლობაში მის გზაზე გადაეყარა, ამას გამოცდილი აქვს. ხალხს ეშინია კენდას უპასუხოს, რადგან მიხვდნენ რა ზიანს აყენებს ის მათ, ვინც გაბედავს და რამეს მის წინააღმდეგ იტყვის. და ვფიქრობ, ეს საკმაოდ ნათელია. ეხლა შეგიძლია უსასრულოდ იმეორო, არა, ეს სიმართლე არ არის და ჩარლი მართლა მისი მეგობარი იყო. მაგრამ ვფიქრობ, თუ ხედავ რას აკეთებს კენდასი ახლა და გონება გაქვს, შეგიძლია გაიგო, რომ შეიძლება, უბრალოდ შეიძლება, მართლა სჭირდებოდა, რომ ჩარლის ემართა მისი საქმეები. და ის ფაქტი, რომ მას ჯერა თითქოს ჩარლი მასზე ძალიან წინააღმდეგი არ იყო, იმიტომ რომ ჩარლის არ უნდა და კენდასის ეფექტი მასზე და მის ორგანიზაციაზე გავრცელებულიყო. და ვფიქრობ, ეს მესიჯი ამას საკმაოდ ნათლად ამტკიცებს. ანუ უნდა მოვაგვარო კენდასთან არსებული ვითარება, რომელი დინამიკა, ჩვენ ყველამ ზუსტად ვიცით, რომელი დინამიკა. მაგრამ როგორც ბრენდონმა თქვა, მთავარი აქ ის კი არ არის, რომ მხოლოდ შიდა დაპირისპირებაზე ვისაუბროთ. სინამდვილეში მიზანია უარყოს ზოგი ის მტკიცება, რაც ახლა ვრცელდება და აჩვენოს, რომ ეს ქალი გიჟია. და ბენ შაპირო უნდა თქვა შესანიშნავად ართმევს თავს იმ ყველაფრის განხილვას, რასაც კენდისი ამბობს და რამდენად დიდი ტყუილია ეს ყველაფერი. ეხლა გირჩეთ, რომ უბრალოდ უყუროთ მთელ ეპიზოდს, რადგან ეს ნამდვილი შედევრია და ჩვენ არ ვაპირებთ საათიან ვიდეოს განხილვას, მაგრამ მინდა მოკლე ამონარიდი გამოვყო. ეს არის ვიდეო, რომელიც გამოქვეყნდა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა. დღეს დამოვარდნით ჩარლი კიპის ნამდვილ მკვლელს. დუა, უკვე რამდენიმე თვეა მუშაობ ციგნისეულ და დეტალურ გამოდიებაზე. ეს ის არის, ვინც გონიათ. ჩვენ ვისაუბრებთ, ვინ და სინამდვილეში ჩარლი კიპის მკვლელობის უკან. კენდას ოუენსი. ეს არის ბენ შაპიროს შოუ. კარგი, ასე რომ აშკარად ხუმრობაა, ისინი ამაზე ხუმრობენ, არა? ჩვენ არ გვინდოდა ამაზე საუბარი. არ გვინდოდა, მაგრამ ვიძიებდით და ვიკვლევდით. ყველა პალს მივყვებოდით, ყველა გამოძიების ხაზს ვშთევდით, რომ გავგაულავთ რა მოხდა სინამდვილეში. რა მოხდა სინამდვილეში, მართლა, რა მოხდა ნამდვილად. სხვათა შორის თუ ვერ მიყვებით ზუსტად ასელაპარაკობს კენდესი და თუ საკმარისად გაგიმართლათ რომ ბოლო დროს კენდეს არ უყურებთ გილოცავთ, მაგრამ ეს მისი სტილია. თითქოს ყველაფერი გავარკვიეთ. ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც 2025 წლის 10 სექტემბერს მოხდა, ამბავი სინამდვილეში უფრო ადრე იწყება. 2025 წლის გაზაფხულზე, როცა კენდის ოუენს, როგორც პოდკასტერს, თავის ბრენდთან პრობლემები ჰქონდა. მას უჩიუა საფრანგეთის პირველმა ლედიმ. მას ტოვებდნენ მსხვილი სპონსორები, გონებას კარგავდა, თითქმის ყველას ეჩუბებოდა. და მერე რაღაც შეიცვალა. ჩარლი კირკი მოკლეს. დასვაც 2025 წლის 10 სექტემბერი. მისმა ჩარლი კირკის დაშუქებამ აუდიტორია დაუბრუნდა და რეკორდული საქონლის დაყიდვები მოიწვია. ასე ამბობდა თავად. მე არა, ასე ამბობდა თავად. და ის ამერიკის ყველაზე დიდი ამბის მთავარ პერსონაჟად აქცია. ანუ, აი ასე იყო ის ამ წლის მაისში. ჩვენ გზაზე ვართ, რომ ეს იყოს ყველაზე დიდი დღე ჩვენი საქონლის კატეგორიის ისტორიაში ვებგვერდზე. ჩვენ ძალიან გვიპარხათ, რომ რეალურად ყიდულობთ საქონელს მხოლოდ იმის გამო, რომ გააღიზიანოთ ისინი, ვინც საქონლის ბოიკოტს მოითხოვდა. შეგახსენებთ, რომ კენდაისი იყო ის, ვინც ერიკა კუკს დასცინა იმის გამო, რომ ისაუბრობდა, როგორ კარგად იყიდებოდა საქონელი Turning Point USA-ისთვის. ახლა ერიკა კუკის ვიდეო ძალიან ვირუსული გახდა მათთვის, ვინც მას არ ადევნებს თვალს. და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გჭირდება ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც ვსაუბრობთ. ვიდეო ვირუსული გახდა რამდენიმე დღეში ჩარლი კინგის გარდაცვალების შემდეგ, სადაც ის პირდაპირ ეთერში იყო Turning Point USA-სთან ერთად და ის ამბობდა, რომ მათ ყველაზე წარმატებული საქონლის გაყიდვები ჰქონდათ. ხალხი კი ამბობდა, როგორ შეუძლია მას საქონელზე საუბარი ჩარლის გარდაცვალების შემდეგ. და როცა რეალურად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ეს საქონელი ერიკა კუკისთვის ბევრად მეც ნიშნავს. ეს ნიშნავს იმ მოძრაობას, რაც Turning Point USA იყო, ქრისტიანობის დაბრუნებას ამერიკის ახალგაზრდებში. ამიტომ როცა უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს ამას, ფხიდულობს ამ საქონელს და ამაყად ატარებს მას, ეს არის ის, რასაც ერიკა კუკი ფიქრობს, რომ ჩარლი კუკიც დაუჯერდა მხარს. ასე რომ ყველაფერი ლოგიკურია, როცა ის ამბობს, ვაუ, ეს ფული არასდროს იყო მთავარი, ეს ფულზე არ არის, ერიკა კირკი კარგად იქნება. მას მდიდარი ადამიანები მოუვლიან მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუკი ჩარლიმ უკვე საკმარისი ფული არ დააგროვა, ეს არასდროს იყო ფულზე, ეს იყო მისი მისიის აღნიშვნა, რომლის უკანაც ჩარლი იდგა, მაგრამ რა თქმა უნდა, კენდას ოუენსს ეს არ აინტერესებს. კენდას ოუენსი რომ ამაყობს თავისი საქონლით, ამას არაფერი აქვს საერთო მის მისიასთან. ეს უბრალოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაა. და უნდა მიხვე, როგორ არის ფული დანაწილებული. უნდა მიხვე, უბრალოდ მიხევი. კარგი. ამ გაშუქებიდან მიღებული შემოსავალი არ მიდის კონკრეტულ ადამიანთან. ის გადის კორპორატიული სტруქტურების ქსელში, როგორიცაა კენდას ოუენსი LLC. კარგი, ასე რომ დეტალებში არ შევალთ, რაზეც ის საუბრობს. ის დაკოცინა. უკვე იცით, რამდენად უცნაურია კენდისი და მის უცნაურ ქორწინებაზე მალე ვილაპარაკებთ, მაგრამ მინდა მოусმინოთ ამ ამბავს, რომელსაც ვიღაც კენდისზე ხვდება ძველი დროიდან. და მოდი ცოტა უფრო სწრაფად ვუყუროთ, ვიდრე ჩვეულებრივ. მე ვფიქრობ, უბრალოდ მინდა იცოდეს, თუ რამე დასჭირდება, ეს ყველაფერი გამოვიარე. რთულია, მოხარული ვიქნები თუ დავეხმარები, არ ამას გავაკეთებ. ასე მოვიქეცი კენდისთანაც და ყველაფერი კარგად იყო. კარგი საუბარი ქონა. და დაახლოებით 6 კვირის შემდეგ, უბრალოდ ვიგზენი რომ უნდა დამერეკა და მეკითხა როგორ იყო. თქვენ თქვით რაღაცნაირად მართლა ესეა. თუ ოდეს მეგისაუბრიათ კენდისთან, იცით რომ ის განსაკუთრებულია. ანუ მასში ქარიზმა პირდაპირ იღულება. ძალიან კარგად ლაპარაკობს. ჭკვიანია, ლამაზია.
ანუ მას ყველაფერი აქვს, რაც სამყარო სჭირდება. ამიტომ ვიცოდი, რომ ძალიან ცნობილი გახდებოდა. დაურეკე და ვკითხე, როგორ ხარ მეთქი. გულწრფელი იყო და მითხრა, იცი, კარგად არ ვარო. ვკითხე, რა ხდება მეთქი. მითხრა, რთულია, მიჭირს თავის გართმევა. უთხარი, რომ ეს დრო ერთგვარი ლაკმუსის ტესტია მათთვის, ვინც წინ ვიდის. მაგალითად, რა მოხდება თუ ხვალ შენი მანქანა გაფუჭდება. და გენისმა მითხრა, ძალიან სუდად ვიქნები. ვერ შევძლებ, ვერ გადავიქნი მანქანის შეკეთებას. მითხრა სინამდვილეში, ეხლა მაქვს მობილური დაშებული და ვერ ვაკეთებ. მართლა ესე. აი ესეთ გამარებაშია. ხდება ცნობილი, მოგზაურობს და TPUSA-ისთვის ლაპარაკობს. თითქმის საერთოდ არ იღებს ფულს. მანქანის ბორბვის შეკეთებაც კი არ შეუძლია. ამიტომ შეთავაზა დახმარება. თავისგან მისი დაფინანსება. ეს ამბავი საჯაროდ არასდროს მომიყოლია. ვკითხე, რა გჭირდება იმისთვის, რომ თავი გაიტანო? მითხრა, თვეში 1600 დოლარს მიხდიან. ჩემი ქირაკი ამაზე მეტია. ჩემი YouTube-ის მონეტიზაციას ველოდენი. კითხე, რამდენი გჭირდება? მითხრა, დაახლოებით 1000 დოლარი მჭირდება თვეში, რომ თავი გავიტანო. უთხარი, კარგი, მე 2000 გადაგიხდი. კითხა, რისთვის? უთხარი, გააგზელე ის, რასაც აკეთებ, რადგან მართლაც განსაკუთრებული იყო. ჩვენ შეგვეძლო ამის გაღება ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ბიუჯეტში შევიყვანე. სხვათა შორის, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გააკეთოს ეს. თუ იპოვით ვინმეს, ვინც კარგ საქმეს აკეთებს, უნდა სცადოთ და ფინანსურად დაეხმაროთ მათ, რადგან წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენი ძალისმევა და შრომა სჭირდება იმას, რომ ინტერნეტში კარგი საქმე აკეთო და რამდენად მცირეა ფინანსური მხარდაჭერა ამისთვის კულისებში. გაგიკვირდებათ. დავიწყე მისი დაფინანსება. ერთ მომენტში გინდა კონვენციის დახმარებას ხარი დაუჭირო. უთხარი, თუ გინდა, მაგრამ ამის გამო არ აკეთებ ამას. ამას იმიტომ აკეთებ, რომ ნიჭიერი ხარ, მნიშვნელოვანი ხარ, თითქოს ცნობილი გახდები და მასალს დიდ საქმეებს დააკეთებ. უბრალოდ დახმარება მინდა. ასე რომ გადაუხადე. ზუსტად არ მახსოვს. ეს თითო იყო თუ ორი, საკმაოდ მოკლე პერიოდი იყო. და ერთ დღეს მივიდა მისგან მესიჯი, რომელიც ყველაზე ბოროტე იყო, რაც კი ოდესმე მიმირია ვიმესგან ჩემს ცხოვრებაში. სულ გულში ჩამსდო. დაახლოებით ასე მითხრა. ამ მგონია ის იყო, ვინც ამბობ რომ ხარ. ამ მგონია გულწრფელი იყო. აღარასოდეს დამევლაპარაკო. და პირდაპირ შენი სახის გამომეტყველება ზუსტად ისეთი იყო, როგორც ჩემი. თითქოს არსაიდან, უბრალოდ რა, ნულიდან, საერთოდ არ ქონია საუბარი. და უბრალოდ უთხარი, რას ბოდაო მეთქი. და მითხრა, არ უხავი გასაგები. აღარასოდეს მინდა შენთან ლაპარაკი. წაშალე ჩემი ნომერი. და უთხარი, სულ გაგიჟდი. საერთოდ არ ვიცი ეს რა არის. და ეს იყო ბოლოს შემთხვევაში კენდასთან მიყოლაპარაკე, ხოსია, მაგრამ ეს იყო პირველი მტკიცებულება იმისა, რომ ის ნათემხრიველია. და ამ ამბავს გაგრძელება აქვს წლების შემდეგ. ჩარლის უფრო სოციალურ გარემოში ვიცნობდი ვიდრე პოლიტიკურში. ერთად უნადირობდით ხოლმე, ასე რომ ერთად უნადირობდით ხოხობზე და ვთევზაობდით. ერთხელაც ხოხობზე ნადირობისას მასთან ერთად ვიყავი. ეს მაშინ იყო, როცა კენდას კანიესთან სკანდალი ჰქონდა. გახსოვს, მან თქვა, რომ კანიემ ბლიზიტისთვის ლოგო შექმნა, მაგრამ მან უარყო. ასე რომ ეს ყველაფერი სკანდალად იქცა. ჩარლიმ ეხლა ის თავის კომუნიკაციების დირექტორად დანიშნა. ნადირობაზე ვართ. ჩარლი იქა, სულ ტელეფონზეა. მოვიდა ჩემთან და ძალიან მცნაური ამითა. ამობს, დონი ბოდიში უნდა მოვიხარ. მე არა, არაფერზე ავიზნობ თავს, შეურაცხყოფილად, რაც შენგან ვიცი. ამობს, არ იცი? არა. კარგი. ბოდიში არაფერში აგმართებს, ყველაფერი რიგზეა, ცოტა მოგვიანებით გითხრა კიდეც. უთხარი, არ ვიცი ეს ყველაფერი რასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. კენდასისგან ძალიან უცნაური მესეჯი მივიღე. ეს იყო ყველაზე ბოროტი მესეჯი, რაც კი ოდესმე მიმიღია. უბრალოდ სიოლდი დახმარებას. მან ტელეფონზე მიმითითა და მითხრა. ზოგი ადამიანი არასდროს იცრება. და ეს ჩემთვის იყო რაღაცით დასაწყისი. ხო გესმის? მივხვდი, რომ არ ვიცი რა ხდება მასა და ჩარლის შორის, მაგრამ რაღაც ცუდია და ის ძალიან ბოროტად იქცევა. ჩემთანაც ცუდად ბოროტად მოიცა. მე წავიდა პრაგერიუსში. და მე თითქოს ვცადე გამეფრთხილებინა პრაგერიუს ხალხი. უთხარი, ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდება, მაგრამ ალბათ კარგი არ იქნება მეთქი. ის წავიდა პრაგერიუდან. პრაგერიუს ხალხო მითხრა, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა. ბოლოს აღმოჩნდა Daily Wire-ში. ვიფიქრე, ღმერთო, ჩემი მეგობრები DW-ში, ეს ძალიან ცუდია. ცხადია, ყველაფერი ცუდად წავიდა. იმ დღიდანაც გავიცანი, ერთი რამ აღშკარა. ის ბოროტი და ფსიქოტური ადამიანია. გულისმობის საკმაოდ მძიმე ბრალდება, ეს ძალიან ცუდია და საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ის გიჟივით იქცევა თავის კოლეგებთან. მოდით მოусმინოთ ამ ამბავს. თუ საერთოდ გინდა საუბარი, მალი კოცინი ალბათ ყველა დროის ყველაზე უცნაური სიყვარულის ისტორიაში. გულისმობ, მან დაიცადა თავისი ქმარი ჯორჯი და თითქმის არ იცნობდა მას. და მე უბრალოდ დაქოცინდნენ. ეს ოპერაციაა, კარგი? ჩვენ სულელები ავართ. ჩვენ სულელები ავართ, კარგი? ჩვენ სულელები არაფროლები არ ვართ. ეს ოპერაცია. კანდეისი როგორც ამობენ, ეს ტრება დადათ თუ სტადიონზე, სადაც დაახლოებით 30 ადამიანი იყო. გინდა გამოიჩინო კიდე ვინიშ და ზუსტად იმავე მაგიდასთან. Charlie Cutie, ეს დამფლობა, ისი კითხვა, როცა მან თავისი ქმარი გაიჩინო. სწორედ იმ ხონის დიაპაზონში შეხვდა მან ჯორჯ ფარმერს, რომელიც მდიდარი ბრიტანელი თორის ლორდის მაიკლ ფარმერის ვაჟი. აი კანზეისი ამაზე თავის ქმართან ჯორჯთან საუბრობს. მე შენს გვერდით ვიჯექი და შენ თითქმის არაფერი მითხარი. სწორია, ზუსტად ის გავაკეთე, რასაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ვაკეთებდი. უბრალოდ არაფერი მithქოს და იმუშავა, მუშაობს. აბსოლუტურად იმუშავა. და მე ჩემზე დაქორწინდი. ასე რომ არ ვიცი რატო. ხო, 18 დღის შემდეგ, ხო, დავინიშნეთ. ეს უცნაური ისტორიაა და ვფიქრობ უმეტესობა ხვდება, რომ ალბათ იმიტომ იყო, რომ ის რაღაც დონეზე ცდილობდა, არ ვიცი, განეკურნა გატეხილი გული, რადგან ჩარლი მასე არ იქორწინა. ის დააქორწინდა ვივაცაზე, ვინც თეთრკანიანი იყო. მას გავდა მდიდარი ტიპის სტილი ჰქონდა. ანუ გასაკვირი არ არის, რომ ის აშკარად წარმოუდგენლად ეჭვიანობდა ერიკა კუგზე და ეს არის ამ ყველაფრის საფუძველი. მაგრამ ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც კენდას უნდა დაუპირისპირდეთ, არის ის, რომ ვეცადოთ მისი საწალი ქმარი დავიცვათ. შეგიძლიათ წარმოიდგინო ასეთ ადამიანზე იყო დაქორწინებული. ო ბიჭო, ეს არ არის სახალისო, საერთოდ არ არის სახალისო, მაგრამ აი ასეა მეგობრებო. როგორც თქვი, ყავს ბენი, ყავს ბრენდონი, ყავს ჯერემი ბორინგის შოუ, ყავს ენდრიუ კოვალი. ეს ხდება. მტკიცებულებები უბრალოდ გროვდება, მაგრამ მტკიცებულებები არც გჭირდება. უბრალოდ თვალები გჭირდება, რომ დაინახო, რა გააკეთა ამ ქალმა, რა გახდა ეს ქალი და რა საშიშროებას წარმოადგენს ეს ყველაფერი. როგორც არ უნდა იყოს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პუშბექში. მადლობა რომ აქ ხართ და მადლობა რომ დროს უთმობთ ამ საკითხს.